დღეს გესაუბრებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე, რომელსაც ქვია პატიმრის ბედი დღევანდელ საქართველოში. პატიმრისა, რომელიც ასე მომრავლებულია მავანთა და მავანთა მხრიდან დღევანდელ ჩვენს ციხის ამ საშიელ აღსრულებით სისტემაში. ციხის სტატიის სათაური არის ციხის მკურნალმა ექიმმა ვინმე ნათიამ პატიმარლერი გირგვლიან სხვა თანამშრომლების თანდასწრებით კორიდორში აუღო ანალიზი. სტატიის ავტორი გახლავთ ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი და ეს ისევ ვიმეორებ ამ სიტყვას სტატია განთავსებული არის პრეს კავკასია ჯის საიტზე. პროლოგის ნაცვლად სტატიაში, რომელსაც დღეს გთავაზობ, ძალიან მძიმე ინფორმაცია დევს ციხეში დღეს არსებულ რეჟიმთან, პატიმრებისა და განსაკუთრებით ციხის ტუბერკულოზით, ასეთი ტერმინიც თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი, ავტორი, დაავადებულ პატიმრებთან დაკავშირებით. საქართველოს ციხეებში პატიმარი რატომღაც არაადამიანადაა მიჩნეული, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ისინი კანონის დარღვევისთვის იხდიან საშიელს თავისუფლების აღკვეთით და არა ჯანმრთელობის მიყიდვით. ციხის ექიმებისა და ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლით, წამლების არ მიცემით, უმკურნალობით, ან ეს ცემა და წამება რა ჩვეულებაა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გაუგებარია. რა ხდება რეალურად დღევანდელ პენიტენციალურ სისტემაში, როგორ არიან მაპატიეთ ასეთი გამოთქმისთვის და ურაზმერო რეიტუზივით გაწელილ ყვარყვარეს ციხეში შეყრილი და ერთმანეთზე დაყრილი პატიმარი ქალები თუ კაცები, სადაც კუკლა მაშასავი თვალებფახულა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის თქმით ყველაფერი რომ კარგად არის. ნეტა ქალბატონ ხათუნას ქმარი შვილი ან დედმამიშვილი არ ყავს, თვითონ ამ სისტემის მინისტრშაც ხომ ამ ქვეყნის შვილია და იცის კი რომ ხვალ მასაც არ გაამწესებენ ევროპული სტანდარტების ციხეში, ჯერა კი თავისი ლამაზი მომავლის, ან უწყის კი ხვალ რა ხასიათზე გაიგუძებს მისი უსაყვარლესი მიხეილ მიშიკო პატრონი, ასე ლამაზი მომავლის ჯერო და მოსამართლე ჯვარშეიშვილსაც, სააკაშვილ ადეიშვილ მერაბიშვილის მარიონეტსა და რუპორს სხვისი ბედი არ აინტერესებდა, ისე გამოჰქონდა განსასჯელისთვის პროკურატურის დაწერილი განაჩენი და აგერ უმუშევარი დარჩა. სამოწმენდილზე ქმარი დაუპატიმრეს, როგორც ჩანს რაღაც არ მოეწონათ და ახლა თვითონ ექს-მოსამართლე მოისმენს მისი ყოფილი კოლეგებისგან საბედისწერო განაჩენს სასამართლო დარბაზში მჯდომი და იმედია რეპლიკის მსგავსი რამ რომ წამოისროლოს, ან აღელდეს სულ მცირე ფინანსურად დაჯარიმდება, ან მასაც საკანში უკრავენ თავს გარკვეული ვადით 30-90-იანი დღიანი პატიმრობით. რა ვქნათ? ასეთია რეფორმირებული სასამართლოს რეფორმირებული განაწესი. ქალბატონო ხათუნა, ასე არ ჯეროდათ სხვა მაღალჩინოსანთაც, ასე არ ჯეროდა ჯანდაცვის მინისტრის ექს-მოადგილესაც, მაგრამ ვიღაცის ინტერესებს შეწირული ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზის ახლა ქართულ გუანტანამოში და ნანობს ალბათ რომ ცოდნოდა, რასაც მიპირებდნენ, ავადმყოფებს ხომ კარგად მივხედავდიო. გვიანია თიძეკვენანი, ასე რომ ციხის ექიმებო გირჩევთ, მიხედოთ პატიმრებს, მათ ისედაც უჭირთ იზოლაციაში ყოფნა და ხელოვნურად ნუღარ შეუქმნით პრობლემებს. შეასრულეთ ექიმის ფიცი, თორემ რა იცით, ხვალ როგორი დარი დაგიდგებათ, რა სიზმარს ნახავს და რომელ ფეხზე ადგება დიდი მიშა, ღმერთი არ გაპატიებდა ფრთხილად მერე თქვენ არ ირბინოთ ხელგამოწვდილებმა ციხის ექიმებთან. დასაწყისში აღვნიშნეთ ციხის ტუბერკულოზი და ისიც ვთქვი, ეს ტერმინი პირველად გავიგე მეთქი. პრესით გავრცელდა ინფორმაცია, საშიელ აღსრულების დაწესებულებებში მოდებულია ტუბერკულოზი და პატიმრები სერიოზული საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდენო. პატიმრების ბედით დაინტერესებულმა და იმ ინფორმაციის გადასამოწმებლად რა ხდება ციხეში მივმართე ჩემს ახლობელ ადვოკატს, რომელმაც კითხვის დასმაც არ მაცალა, აღელვებითა და თითქმის ყვირილით მომაჩეჩა ხელში რაღაც ნაბეჭდი ფურცლები. განცხადება საშიელ აღსრულებითი დეპარტამენტის დირექტორთან, გადავათვალიერე და ჩემს კითხვაზე პასუხიც ვიპოვე. ამიტომ გადავწყვიტე ყოველგვარი შესწორებისა და ასე შემდეგ ჟურნალისტური ხერხების გამოყენების გარეშე პირდაპირ ორიგინალში მიმეწოდებინა პრეს კავკასიის მკითხველისთვის ის ტკივილი, რა ამაზრზენი რეალობაც სუფევს საშიელ აღსრულებით დეპარტამენტში და რა საშინელ დღეშიც არიან ავადმყოფი, თუმცა ჯანმრთელი პატიმრები ყავს კი ჩვენს ევროპულად ქართულ ციხეში პატიმრები. განცხადებაში ბუნებრივია ერთ კონკრეტულ პატიმარზე, ადვოკატ რეზო დობორჯგინიძის დაცვის ქვეშ მყოფ ლერი გირგვლიანზეა საუბარი, თუმცა ეს კონკრეტიკა ჩვენ და სამწუხაროდ პატიმართა უმეტესობაზე ვრცელდება. ახლა გთავაზობთ ამ განცხადებას. საქართველოს საშიელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით ჭაკუას, მსჯავრდებულ ლერი გირგვლიანის ინტერესების დამცველი ადვოკატის რევაზ დობორჯგინიძის განცხადება. წარმოდგენილი განცხადება შეეხება ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულ ლერი გირგვლიანს, რომელიც 15 ნოემბრიდან დღემდე შიმშილობს სადის მერვე საპყრობილეში. ლერი გირგვლიანი 2006 წელს ორთაჭალის ციხეში ტუბერკულოზით დაავადა, რის გამოც იგი იმავე წლის დეკემბერში ჩასვეს ტუბერკულოზიანთა მკურნალობის პროგრამაში. 2007 წელს ჩაიყვანეს ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთათვის განკუთვნილ სადის დაწესებულებაში. ხელმძღვანელობამ გირგვლიანი არ მიიღო იმ მიზეზით, თითქოს მას ზონაში მტერი ჰყავდა.
ერთი კვირა ეგრეთ წოდებულ ბურში ჰყავდა, წამლებს არ აწვდიდნენ. შემდეგ ნორთაჭალის ციხეში კრიტში გადაიყვანეს, 2 კვირა მკურნალობა შეუწყვიტეს. ამასთან სრულიად მოულოდნელად მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო 1 წლით განუსაზღვრეს სასჯელის საპყრობილეში მოხვდა. 2007 წლის ივლისის თვეში სამკურნალო პროგრამა დამთავრდა, აუღეს ანალიზები. კვლავ აღმოაჩნდა ტუბერკულოზი პლუსი. ისევ დაუწყეს პროგრამული მკურნალობა, იგივე წამლებით, ძველი მეთოდებით, უჰაერო დახშულ სივრცეში. იმავე პერიოდში საპყრობილეს რეჟიმში სასჯელის მოხდის 1 წლიანი ვადა დამთავრდა და იგი მკურნალობის გასაგრძელებლად წაიყვანეს სასჯელ-აღსრულებითი დეპარტამენტის ქსნის ტუბერკულოზიანთა დაწესებულებაში. იქ არ მიიღეს მიზეზი იგივე, თითქოს მტერი ჰყავდა ზონაში, თუმცა არავითარი მტერი მას არ ჰყოლია. სადის ექიმებმა, ბრჭყალებში ექიმებმა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, 3 დღე კარცერში ჩასვეს. რა ჩაუწერეს პირად საქმეში არავინ იცის. კიდევ კარგი, ისევ 1 წლით სასჯელის მოხდა არ განუსაზღვრეს და მართლსაწინააღმდეგო ქმედება გააправეს, ხო და კაი ტიპებად დარჩნენ. იდგა 2008 წლის თებერვალი, უფანჯრო კარცერი, საშინელი სიცივე, მყრალი სუნით შეჯერებული გაყინული ჰაერი, შეწყდა მკურნალობა, საკომუნიკაციო კავშირი. ამას ემატება ზედამხედველთა ცინიზმი, უხეშობა, წრეგადასული სიმკაცრე. კვლავ ზონაში გადაიყვანეს, პროგრამული კურსებიც დაუმთავრდა, ანალიზები აუღეს, რენტგენიც გადაუღეს. ფილტვების უფთა გაქვსო უთხრეს და სადის რუსთავის მეორე დაწესებულებაში განათავსეს. იქ ავადმყოფობა უფრო და უფრო გართულდა. დღითი დღე სუსტდებოდა, სიცხე აეწია და ნორმალურ ნიშნულს აღარ უბრუნდებოდა. შეამოწმეს, ფილტვების ანთება ჰქონდა. დაჟინებით მოითხოვა მსჯავრდებულმა გირგულიანმა ანალიზების აღება. რამდენიმე თვის შემდეგ მივიდნენ. ანალიზმა კვლავ ტუბერკულოზი პლუსი დაუდგინა. რუსთავის მეორე დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს ნესტიან საკანში, სადაც კედლებიც კი მთლიანად დასველებული იყო. ჩაკეტეს და უშედეგო წამლებიც მიაწოდეს. ამგვარი მეთოდებით ამკურნალებდნენ ავადმყოფს, ამკურნალებდნენ ბრჭყალებში ემოცემული. გააპროტესტა, არავინ მიაქცია ყურადღება, შიმშილობა დაიწყო, ითხოვდა სრულყოფილ წამლებს, გარემო პირობების გაუმჯობესებას, უჰაერო სივრციდან გაყვანას. 2 დღის შემდეგ სადის ქსნის ტუბდაწესებულებაში გადაიყვანეს და მისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო 3 დღით ჩასვეს კარცერში. კვლავ უფანჯრო საკანი, უწყლობა, საშინელი სიცივე. 3 დღის შემდეგ ზონაში გადაიყვანეს და მკურნალობაც გაუგრძელეს. 3 თვეში დასრულდა პროგრამული კურსი, ანალიზები აუღეს. კვლავ ტუბერკულოზი პლუსი აღმოაჩნდა. 1 თვე გაუგრძელეს მკურნალობა, ერთი და იგივე წამლებითა და პირობებით. 30 დღის შემდეგ გადაიყვანეს მინუსიანებში, ესე იგი იმ ავადმყოფებთან, რომლებიც უკვე გამოჯამრთელებულები იყვნენ. დაენიშნა მკურნალობის მეორე ფაზა. 8 თვიანი კურსის დამთავრებამდე 1-2 თვით ადრე დაეწყო სიცხეები, საერთო სისუსტე. მიმართა ექიმს, დაუნიშნეს წამლები, შედეგი არ დადგა. სიცხე არ დაუვარდა. ამ ეგრეთ წოდებულ მკურნალობაში გავიდა 2 თვე. ანალიზები ააღებინა ექიმს, სურდა დაედგინა იყო თუ არა ქრონიკული ავადმყოფი. 2 თვენახევარში მოვიდა პასუხი: შენ ისეთივე ავადმყოფი არ ხარ, როგორი პასუხიც მივიღეთო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გამთენიისას ლოგინიდან ააყენა მისმა მკურნალმა ექიმმა ვინმე ნათიამ, რომლის გვარიც არ ახსოვს და სხვა თანამშრომლების თანდასწრებით კორიდორში აუღო ანალიზი. კურიოზი არ გეგონოთ, ეს გახლავთ სადის დაწესებულებაში მომსახურე პერსონალის ჩვეულებრივი, აპრობირებული გამოკვლევების ზესწრაფი მეთოდი. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს მთელი ამ ხნის განმავლობაში მაღალი სიცხეები ჰქონდა. მიღებული წამლების კომპლექსი არაეფექტური აღმოჩნდა. რამოდენიმე თვეში მიიღეს მათ მიერ კორიდორში აღებული ანალიზის პასუხი, სადაც მითითებული იყო, რომ ლერი გირგულიანი საჭიროებდა დოცის პროგრამული მეთოდებით მკურნალობას. როგორც იქნა დაიჯერეს მსჯავრდებულის ავადმყოფობის სიმძიმე და 2009 წლის 3 ნოემბერს ჩასვეს დოცი პლუსის პროგრამაში. 4 თვეში დადებითად იმოქმედა ახლა დანიშნულმა წამლებმა, სიცხეებიც დაუვარდა, წონაშიც მოიმატა და სიცოცხლის ხალისიც მიეცა. იმ ხანებში ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაერემონტებინა დოცის პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი შენობა და ისინი გადაიყვანეს იმ ავადმყოფების შენობაში, სადაც იმყოფებოდნენ მინუსიანი, ესე იგი გამოჯამრთელებული მსჯავრდებულები. მათთან შესაძლო კონტაქტების თავიდან აცილებისა და იზოლირების მიზნით ხელმძღვანელობამ ამოაშენა კედელი, ზღუდე. და დაიწყო უჰაერობა, კარები იკეტებოდა ადრე, იღებოდა გვიან 12 საათზე, შეუწყდათ გვერდითი მოვლენების საწინააღმდეგო წამლების მიღება. ეს კი ორგანიზმისთვის დამანგრეველი იყო, პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა. 3 მსჯავრდებული, მათ შორის გირგულიანიც გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დანარჩენები მოპირდაპირე მხარეს მდებარე სადის ქსნის მეშვიდე დაწესებულების საპყრობილეში, უფრო ზუსტად ბურში, ესე იგი ორჯერ უფრო დახშულ სივრცეში, ვიდრე საპყრობილეა. რამოდენიმე დღეში გირგულიანიც ზემო აღნიშნულ ქსნის დაწესებულების ბურში მოათავსეს. კვლავ დაიწყო შიმშილობა.
მათი მოთხოვნა იყო გადაიყვანათ ისინი ქსნის სტუდ დაწესებულებაში, გაეგრძელებინათ მკურნალობა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდათ. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გადაიყვანეს ქსნის ტუბერკულოზიანებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში 2010 წლის სექტემბერში, მოშიმშილეები განათავსეს ჯერ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კი სადის მერვე საპყრობილეში. რატომ? გაუგებარია. მათ ხომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი პატიმრები ითხოვენ ჰაერს, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართათვის სიცოცხლის ტოლფასია, დიეტურ საკვებს და დაწყებული მკურნალობის უწყვეტობას. ჩხილებში ემოთავსებული ცუდი კვება მკურნალობის შეწყვეტა ართულებს დაავადება, ზრდის ინფიცირების არეალს, გვერდითი მოვლენების, თირკმელების ღვიძლის ფსიქიკის, გართულების აწინააღმდეგო წამლებს, ქსნის ტუბზონაში დაბრუნებას. სადის მერვე საპყრობილეს დაწესებულების სტატუსი მიენიჭება თუ მსჯავრდებულების მიმართ მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პრინციპებით გამორჩეულ ნორვეგიული ჰალდენფენგსელის ციხის ბრენდით იქნება წარმოდგენილი. ამით პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიცვლება. რამე თუ უჰაერო სივრცეში გამომწყდეულ უდიეტო კვებით რეჟიმზე გადასულ და დოცის პროგრამიდან ნამოვარდნილ ქართველ პატიმრებს სიკვდილი დამოკლეს מחვილივით ადებთ კისერზე. როდის მოუწევთ თეთრ სუდარაში გახვევა, არავინ იცის. ღმერთის წისქვილი ხომ აუჩქარებლად, მაგრამ მტკიცედ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 15 ნოემბრიდან პატიმრებმა ზაზა სიუკაშვილმა, რეზო ხარძიანმა, გიგა ლომთათიძემ და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ლერი გირგვლიანმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას, რაც მათთვის დამღუპველია. ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გავამართლებთ, ისინი თვითმკვლელობაზე მიდიან, მაგრამ საოცრად გაუგებარი და ხისტია თქვენი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის პოზიცია. თქვენ პრინციპულობას, ბრჭყალებშია პრინციპულობა, იჩენთ იმ პატიმრებთან, რომლებსაც ავადმყოფობამ, გაუსაძლისმა პირობებმა, ფსიქიკაც დაურღვიეს და ვეღარაც ნობიერებენ შიმშილობით გამოწვეულ მათი სიცოცხლისთვის სახიფათო მოსალოდნელ უმძიმე შედეგებს. ისინი ვერაცნობიერებენ, მაგრამ სადის სამედიცინო სამსახური რატომ გახდა ასეთი შეუვალი, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა მიმართ ვერ გაგვირკვევია. შიმშილობის პროცესში პატიმრების სიკვდილის შემთხვევაში ხომ თავად არიან პასუხისმგებელნი, იქნებ არც გეშინიათ პასუხისგების და თქვენი ყველა მოქმედება შეთანხმებულია, პროგრამულია და რეპრესიული მეთოდებით პატიმრების დასნეულებად დაჩვენებისა და მილიონიანი გრანტების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ ათავსებ დასჯის საბაბი და არა მიზეზი ცუცხიან თებერვლის თვეში ტუბერკულოზიან, ჯერ კიდევ მკურნალობის სხვადასხვა ფაზაში მყოფ მსჯავრდებულებს კარცერის მაცივრებში, ან რატომ კეტავთ უჰაერო სივრცეში ყოველგვარი მკურნალობისა და დიეტური კვების გარეშე უკვე მოძრაობა შეზღუდულ ლანდად ქცეულ ახალგაზრდა ქართველ პატიმრებს და კიდევ ხომ არ არის ჩაფიქრებული ყველა პატიმარი დაავადებით მომავალში ქართველთა დასნებოვანებით ახალი კენიის შექმნა და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბება. ხალხში მოარულმა ჭორებმა ფესვები ღრმად რომ არ გაიდგას, სასჯელ აღსრულების სისტემა, მსჯავრდებულებთან ურთიერთობის რეპრესიული მეთოდები, ჰუმანური პრინციპებით უნდა შეცვალოს, ხოლო ამ გზით დავუახლოვდებით ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიულ ფასეულობებს. მსჯავრდებულთა რეინტეგრაცია, რესოციალიზაცია გარკვეულ თანადგომას დათმობასაც გულისხმობს, რაც არ ნიშნავს დამნაშავეობასთან ბრძოლის შესუსტებას. ავადმყოფ მოსისხლე მტერსაც უვლიდა ქართველი კაცი, სრულიად დავრდომილ დასნეულებულ პატიმარს კი თუ ღვთის ტაძრამდე მიიყვანთ, ღვთიური მადლი იქნება და საძრახის იმაში არაფერია. ისინიც ხომ ადამიანები არიან. ბატონო, სასჯელ აღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე, თუ გაუძელით და ბოლომდე წაიკითხეთ, დაცვის მიერ წარმოდგენილი განცხადება, რეალურად აღიქვით ავადმყოფ პატიმართა უმძიმესი მდგომარეობა, დარწმუნებული ვარ, გულდასმით შეისწავლით მსჯავრდებულ ლერი გირგვლიანისა და სხვა მოშიმშილე პატიმართა ავადმყოფობის ისტორიას, პირობებს, რომელშიც იმყოფებიან და გადაიყვანთ მათ ტუბერკულოზიანებისათვის განკუთვნილ სადის ქსნის დაწესებულებაში. პატივისცემით ადვოკატი დევას დობორჯგინიძე. ანალოგიური ტექსტით მივმართეთ საქართველოს სასჯელ აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს მთავარ პროკურატურას. და ბოლოს ეპილოგის ნაცვლად. ზემოთ შესავალში უკვე რამდენჯერმე გამოვიყენე ტერმინი ციხის ტუბერკულოზი. ეს ერთმა კვალიფიციურმა ექიმმა ამიხსნა, ანუ ტუბერკულოზის განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევა ყოფილა ციხის ტუბერკულოზი, რომელიც განსაკუთრებულ მკურნალობასა და ამ მკურნალობის უწყვეტობას მოითხოვს, რადგან მკურნალობაში წყვეტილობის შეტანა ნიშნავს პაციენტის დაუყოვნებლივ დაბრუნებას პირველ მდგომარეობაში, რის შემდეგ პაციენტისთვის ხელახალი მკურნალობის დაწყება კიდევ უფრო ძნელია.
ყოვლად დაუშვებელია ექიმის მხრიდან ასეთი პაციენტის უყურადღებოდ მიტოვება. ეს არაგულისხმიერი დამოკიდებულება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, კერძოდ შეიძლება ექიმს არ ემორჩილება ციხის რეჟიმი, ან ექიმი უძლურია ციხის ადმინისტრაციასთან, რომელიც მას ავადმყოფ პატიმართან არ უშვებს. ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს დაუშვებლობის თაობაზე რამდენჯერ აქვს ექიმს ოფიციალურად წერილობით მიმართული ციხის ადმინისტრაციისთვის. წესით, ციხის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს ექიმი აუცილებლად ყოველდღიურად უნდა ნახულობდეს. თუ ასეთი ფორმით მიმართული აქვს ექიმს ადმინისტრაციისთვის, მაშინ ეს ექიმი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება და პასუხისმგებლობა ეკისრება ადმინისტრაციას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ექიმს არ მიუმართავს ოფიციალურად ციხის ადმინისტრაციისთვის და პაციენტი ბედის ანაბარ ახავს მიტოვებული, უნდა დადგეს საკითხი მისი საექიმო საქმიანობის შესახებ, ანუ ოფიციალურად წერილით, იგივე ადვოკატისგან, უნდა ეცნობოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ დარღვევისა და ექიმის მხრიდან გულგრილობის თაობაზე, რომელსაც განიხილა სამედიცინო საქმიანობის შემსწავლელი კომისია, ეგრეთ წოდებული LKK და მიიღებს შესაბამის ზომებს. დანაშაული ის კი არაა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ექიმი არ დაუშვა ავადმყოფ პაციენტთან. ყველაზე დიდი დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ ექიმმა, რომელმაც იცის, რა სავალალო შედეგი მოჰყვება პაციენტისთვის მკურნალობის წყვეტადობას, თვითსიკვდილიც კი, და ის მაინც არ მიმართავს არანაირ ზომებს პაციენტთან მისი დაშვებისა და მკურნალობის თაობაზე. წლების წინათ იყო შემთხვევა, როცა პატიმრებმა უყურადღებობისთვის სცემეს ექიმი, რის გამოც შესაბამისმა სტრუქტურებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ამ ექიმის წინააღმდეგ. აქ დასრულდა სტატია. მე მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც მოისმენთ ამ სტატიას, აი ამ შემზარავ ფაქტს, გამოგვეხმაუროთ პრესკავკასიაჯის ფორუმზე და მოგვაწოდოთ ინფორმაციები, თუ გყავთ პატიმრები, ან თუ იცით პატიმართა მდგომარეობა და ჩვენ ვიმუშავებთ პრესკავკასიაჯი, აუცილებლად ვიმუშავებთ პატიმრების თემაზე. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, მოგვაწოდეთ მასალები, ასევე ვთხოვ ყველა დაინტერესებულ პირს, შესაბამის სტრუქტურებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებით, რომელთაც შეუძლიათ მონიტორინგის ჩატარება სასჯელ აღსრულებით სისტემაში, აი ამ დაწესებულებებში და მოგვაწოდონ მასალები, რეალური ინფორმაცია, რა დღეში არიან დღეს პატიმრები. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.